დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მუშახართ, ნუ უპასუხებთ ავის მთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა. ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დიდმარხვის დაწყების წინ გავრცელებულ მიმართვაში. პატრიარქი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს, ყველასთვის მარხვის დაცვა აუცილებელია. დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა. ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი განსაკუთრებული პერიოდი, გულის ტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და ამავე დროს იმედით სავსე 40 დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნების შვიდეულიც ემატება. ამ მარხვის დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს. არ ვგულისხმობ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონეთ, რათა ძალისამებრ ჩვენისა ღირსეულად შევხვდეთ მაცხოვრის აღდგომის დიდებულ დღეს. დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მუშახართ, ნუ უპასუხებთ ავის მთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა. მუდმივად თქვით იესოს და ღვთისმშობლის ლოცვა, ასევე 40 ფსალმუნი. ყოველკვირეულად აღსარებითა და ზიარებით განმტკიცდით და სიყვარულით, სიმშვიდითა და სიკეთით შეიმოსეთ. ღმერთმა დაალოცოს თითეული თქვენგანი, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი და მოგცეთ ძალა, ღვთის ერთგულ ძეებად და ასულებად იწოდებოდეთ. ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანი ჩემი და უწოლრება. მუდამ თქვენთვის მლოცველი ილია მეორე. ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. შეგახსენებთ, მორწმუნეების თვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით ეკლესიური ადამიანები მთელი კვირა უზეთო საჭმელს იღებენ. პირველი 4 დღის განმავლობაში ტაძრებში სხვა მსახურებასთან ერთად წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს. კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება, ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველ შეწირულის წირვა იმართება. ასევე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მთელი დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები დილა საღამოს ლოცვების შემდეგ ეფრემ ასურის ლოცვებს კითხულობენ, რომელიც ასევე მეტი სინანულისთვის. დიდმარხვა წელს 23 თებერვლიდან დაიწყო და 49 დღის შემდეგ, 12 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა. გუნდის მზადყოფნის შესაფასებლად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საველე სიმულაციური სწავლება გაიმართა. სწავლების მთავარი მიზანი იყო რეაგირების სისწრაფის, კოორდინაციისა და რესურსების მართვის ეფექტიანობის შემოწმება. სცენარების ფარგლებში დამუშავდა მასობრივი კატასტროფების პირობები, მათ შორის წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი და ტექნოგენური ავარიები. განხორციელდა დაზარალებულთა ტრიაჟი, გადაუდებელი დახმარების გაწევა და პაციენტების ტრანსპორტირება. გუნდი საგანგებო სიტუაციების დროს საველე პირობებში უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექიმები, პარამედიკოსები, ექთნები, ლოჯისტიკისა და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ჩასვლის თანავე მყისიერად იწყებენ საველე გადაუდებელი ტიპის ჰოსპიტლის მოწყობას და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტების მიღებას. მინისტრის განცხადებით აღნიშნული გუნდის არსებობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის მზადყოფნას სხვადასხვა ტიპის კრიზისზე ოპერატიული რეაგირებისათვის. მიხეილ სარჯველაძემ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს მაღალი პროფესიონალიზმისა და ყოველდღიური თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საგანგებო სიტუაციების, ისე ყოველდღიური სამედიცინო გამოწვევების მართვის პროცესში. პროექტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ვერიფიკაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი მიიღებს საერთაშორისო კლასიფიკაციას, რაც მას შესაძლებლობას მისცემს გლობალურ დონეზე იმოქმედოს. მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა და ეს ფორმატი. არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს იქნება უბრალოდ აღიარება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობისა ამ კომპონენტის ფარგლებში, არამედ ეს მნიშვნელოვანია მათ შორის იმისთვის, რომ
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურმა შეძლო საკუთარი თავი შეეფასებინა, ისე რომ ეპოვა რეალურად ის გამოწვევები, რომელიც არსებობს და როგორ შეიძლება დაწესებულება განვითარებული. ყოველწლიურად და ძალიან ინტენსიურად ეს დაწესებულება ვითარდება და დღეს ძალიან ახლოს არის ეს დაწესებულება იმ მდგომარეობასთან, როდესაც ის აღიარებული იქნება როგორც საერთაშორისო მაღალი სტანდარტის მქონე და მაღალი რეპუტაციის მქონე დაწესებულება. რა თქმა უნდა, ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ამ სამსახურისთვის და რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემა ამ აღიარების შემდეგ გახდება გაცილებით უფრო მდგრადი და გაცილებით მეტი შესაძლებლობის მქონე, ვიდრე ის შეიძლება ამ დრომდე ყოფილიყო. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბაზაზე EMT-1 დონის საერთაშორისო სამედიცინო გუნდი შეიქმნა. აღნიშნული გუნდი უზრუნველყოფს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საველე პირობებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს პროექტი ხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით. საქართველოს ეწვია ჯანმოს ვერიფიკაციის ჯგუფი, რომლებიც შეაფასებენ ჩვენს გუნდს და დაადასტურებენ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. I've been the mentor of the Georgian EMT over 3 years now and have seen how the team has developed and how people have been trained and how all the equipment has been put together, and that today we are now seeing how the team is ready to become verified by WHO as an emergency medical team to join the international groups of emergency medical teams and be part of responding to any crisis in the world. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასული დღეების განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს. აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის 28 კილოგრამამდე მეთადონი. ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონი, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასებებისათვის საჭირო მასალები. სამართალდამცველების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე საცხოვრებელ ბინებში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორიები, სადაც ნარკოდამნაშავეები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა ნივთკიცება დამოიღეს. გარდა ამისა, აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის 236, 260, 260 კვარტა, 261, 262, 263 და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც განაგრძობს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას.